4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა მორიგ ჯერზე უკრაინაში. 4 წლის თავზე პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს შემდეგ განცხადებას. ვკითხულობ, დღეს ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის 3 დღეში აიღო. ეს ბევრ რამეს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე იმაზე, თუ როგორ იბრძოდა უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ სიტყვების უკან დგას ჩვენი მილიონობით ადამიანი, დიდი გამბედაობა, შრომის მოყარეობა, გამძლეობა და ის გრძელი გზა, რომელიც უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ გაიარა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ეს ოფისი, საკუთარ ოფისზე ლაპარაკობს პრეზიდენტი ზელენსკი, ეს პატარა ოთახი ბანკოვას ქუჩაზე მდებარე ბუნკერში იყო ის ადგილი, სადაც ომის დასაწყისში მსოფლიო ლიდერებთან პირველი საუბარი ჰქონდა. აქვე საუბრე პრეზიდენტ ბაიდენს და სწორედ აქ მოვისმინე, ნახეთ რას ამბობს თურმე, რას ეუბნება თურმე პრეზიდენტი ბაიდენი. პრინციპში ვიცით, მაგრამ გახსენება კარგია. ვოლოდიმერ საფრთხე არსებობს, სასწრაფოდ უნდა დატოვო უკრაინა, ანუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოუწოდებს უკრაინის ლიდერს, რომ დატოვოს მან უკრაინა, დატოვოს კიევი, დატოვოს პრეზიდენტის ოფისი. სასწრაფოდ უნდა დატოვო უკრაინა, ჩვენ მზარდ ვართ დაგეხმაროთ ამაში და მე ვუპასუხე, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, მჭირდება იარაღი და არა ტაქსი. და არა იმიტომ, რომ ყველანი უშიშრები ვართ, ჩვენ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, რა საკვირველია და იმ დღეს ყველა უკრაინელი შეშინებულიც ვიყავით, რა საკვირველია. ბევრი შოკირებულიც კი იყო და ბევრმა არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ რაღაც უხილავ დონეზე ყველამ ვიცოდით, რომ სხვა უკრაინა არ გვქონდა, სხვა უკრაინა არ გვქონდაო. ამას ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი და ასაკვირველია, მართალია, სხვა უკრაინა, ისე როგორც სხვა საქართველო არ არსებობს და არ უნდა დატოვო შენი ქვეყანა. დამოუკიდებლად იბისა პრეზიდენტი ბაიდენი მოგიწოდებს თუ ნებისმიერი სხვა. ეს ჩვენი სახლია და ყველა მივხვდით რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს იყო ჩვენი არჩევანი, რომელიც მაშინ მილიონობით უკრაინელმა გააკეთა, მათ შორის ეროვნებით რუსმა უკრაინელებმაც, უკრაინის რუსეთის რუსმა მოქალაქეებმაც. ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა, ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ ლურჯყვითელი დროშა დაიცვა ოკუპანტებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებიანი რიგები დახვდებოდათ, სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევების ოფისებთან რიგები დაინახეს გაწვევების ოფისებთან, ანუ ტოტალური წინააღმდეგობა დახვდა, რომ ვიცოდეთ და პრინციპში ყველა ვიცით, რუსეთს ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ დადგნენ მშვიდობიანმა მოსახლეობამ, ქალაქები დაიცვა, ჩვენი სოფლები, ქუჩები, ეზოები, ჩვეულებრივი ხალხი აბსოლუტურად ცოცხალი კედლით შეაჩერეს აღჭურვილობის კოლონები და ყველამ ერთად შესთავაზა მას რუსებს დაკარგულ რუსებს ერთადერთი ჭეშმარიტების გზა, ანუ გაუშვა კობზონის კონცერტზე, ასე ვიტყვი. ყველამ გაიგო, ყოველი ხვალინდელი დღე უნდა მოიგოს, უნდა გაიმარჯოს ყოველ შემდეგ ჯერზე, უკრაინა უნდა იდგეს, სახელმწიფო უნდა იდგეს, ყველაფრის მიუხედავად ჩვენს უკრაინას უნდა ემუშავა. აქ ბევრი რამ გაკეთდა, აქამდე არასოდეს გვიჩვენებია ეს ობიექტი, ახლა ის ცარიელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ომის დასაწყისში აქ ასობით ადამიანი იყო, ეგ ხება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის შენობა. მე აქ მუშაობდი, შემდეგ ზემოთ ავედი, მოგმართეთ ხალხს, აქ იყო ჩვენი გუნდი, მთავრობა, ყოველდღიური შეხვედრები სამხედროებთან. მოკლედ, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, უკრაინა არ დაეცა, უკრაინამ გაძლო, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გადაერჩინა ცივილიზებული სამყაროც. დიახ, უკრაინა ფარია ახლა, რომ ვიცოდეთ მაინც რა საკვირველია ევროპისთვისაც და პრაქტიკულად ყველა იმ სახელმწიფოსთვის ფარია, რომლებშიც შეჭრას აპირებს რუსეთი უკრაინის მონელების შემდეგ და უკრაინის მონელების შემთხვევაში, ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. აქედან გამომდინარე, ქართველებისთვისაც, საქართველოს მოქალაქეების საქართველოსთვის უკრაინა არის რა საკვირველია ფარი, რომელიც იცავს ჩვენს დამოუკიდებლობასაც. მე აქვე რა საკვირველია, მადლობა უნდა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს, დაახლოებით 3000-ისა და მეტი ჯარისკაცი იბრძვის უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისათვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც. ეხლა მე ვიყოფები სასტუმრო სტამბაში, აქ იმართება უკრაინის საელჩოს, ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით
საფრანგეთის მხარდაჭერის, საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით და ლატვიის საელჩოს მხარდაჭერით უკრაინის საელჩოს მიერ მოწყობილი ღონისძიებაა უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან 4 წლის თავისადმი მიძღვრილი კონფერენცია. ალექსი პეტრიაშვილი, ჩემი მეგობარი არის მოდერატორი, მონაწილეობენ ელჩები. მე მაინტერესებს, რატომ არ მივიდა, არც რატომ არ მოვიდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ბანდა, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამ კონფერენციაზე. იმიტომ არ მოვიდა, ასე მაგალითად მაკა ბოჭორიშვილის უწყება, რომ მათ შესანიშნავად იციან, რომ მათთვისვე იქნება კატასტროფა უკრაინის საბოლოო გამარჯვება, ოღონდ უკრაინა უკვე გამარჯვებულია, მერქი თუ ვიტყვი ამას, ამაშიც არ შევწდები უკრაინა სტრატეგიული თვალსაზრისით უკვე გამარჯვებულია, რამდენადაც არ აღიმართა და ვერც აღიმართება რუსეთის დროშა, სახელმწიფო დროშა კიევის თავზე, ვერ მოხდება რეჟიმ ჩეინჯი, ზელენსკი არ წავა, ან ზელენსკი თუ წავა არჩევნების გზით მოვა სხვა მასზე არანაკლებ პატრიოტი, მასზე არანაკლებ მეომარი, მასზე არანაკლებ მცოდნე ის პირი, რომელიც უხელმძღვანელებს უკრაინას ნებისმიერ პირობებში და იქნება უკრაინა სამარადჟამოდ 100 წლეულები კი არა 1000 წლეულების განმავლობაში მომავალში ანტირუსეთული სახელმწიფო ჩვენი იდენტობაც ბარემ ვიტყვი არის სწორედაც რომ ანტირუსეთობა, იმიტომ რომ რუსეთი იყო 1801 წლიდან არის და იქნება ჩვენი მტერი, რომელსაც არ სურს საქართველოს დამოუკიდებლობა, არ სურს თქვენი განვითარება, არ სურს თავისუფლება ჩვენი ქვეყნისა და ყველა იმ ქვეყნისა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლო მოვლენებს ვიხსენებ 35 წლის წინანდელებს განთავისუფლდა ყაზახების, თურქმენების, სომხების, მოლდოველების, ბელარუსების თავისუფლებაც არ სურს რუსეთს დამოუკიდებლად იმისა, ვინ არის მისი მმართველი პუტინი, ელცინზე უკეთესი თუ პუტინზე უარესი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა დავუბრუნდებით კითხვას და ვიკითხავარ კითხვას, რას აკეთებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად? არც არაფერს არ აკეთებდა ის ფორმალური დახმარებები, რომლებიც გაუგზავნა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მაშინ დე-იურე ხელისუფლება 22 წელს უკრაინას რაღაცა ვუტრირებს ხადია, მაგრამ რაღაც 5 შეკვრა ჰუმანიტარული დახმარება, საიდანაც 4 დაფუჭებული იყო, ხო, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ უკაცრავად სიტყვისთვის და ესე ნიშნისთვის, გალაჩკისთვის გაგზავნილი, რომ აი ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ჩვენს გიჭერთ მხარს, რეალურად არავის ესენი ყოველ შემთხვევაში არ უჭერენ მხარს და მეცაც გეტყვით, ახლა კიდევ უფრო მძიმე სიტყვას ვიტყვი. თუ დამტკიცდა, რომ საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა კერძო ბიზნესისა თუნდაც ბიზნა ივანიშვილის მიერ ხელდასმული და მწვანე ანთებული ეხმარება რუსეთს იბოდიშებთ ეხმარება რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაში, რასაკვირველია ეს იქნება უკრაინისათვის ლეგიტიმური სამიზნე, კერძო, ოღონდ რუსული ინფრასტრუქტურა, ბარემ ამასაც ვიტყვი. და კერძო და რუსული ინფრასტრუქტურა, კერძო, ოღონდ რუსული, რუსეთის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, როგორც ჩანს არსებობს სულ მინიმუმ ყულევის ტერმინალის, ყულევის ინფრასტრუქტურის სახით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ის ლიდერმა ბანდიტმა კობახიძემ გუშინ წინ ევროკავშირელებს მოახსენა და უთხრა, რომ ჩვენ დეტალური ანგარიში ჩააბარო, რომ ჩვენ არ ვეხმარებით რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაშიო და ყულევთან დაკავშირებითაც რამდენად ცნობილია, გააკეთა განცხადება კი არა, გაუგზავნა დოკუმენტაცია დეტალური, ამას სხვა შორის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელიც ადასტურებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბრიუსელის, საბოლოო ჯამში მაინც ევროპის გადასაწყვეტია, როგორ შეხედავენ ისინი საქართველოს და მიიჩნევენ თუ არა, რომ საქართველო არის შავი ხვრელი, საიდანაც შედის რუსეთისათვის საჭირო, ასე მაგალითად მიკროჩიპები თუ ჩიპები, რომ რუსეთმა როგორღაც გაძლოს და კიდევ უფრო გაახანგძლივოს დაღალაპარაკობ ნავთობზე და იმ ნავთობზე, გადამუშავებულ ნავთობზე, რომელიც რეალურად აქ არც გადამუშავდება იმის გამო, რომ ჩვენ გადამამუშავებელი ქარხანა არ აქვს, უბრალოდ საბუთების რაღაც კომბინაცია ხდება ხსენებულ ყულებში, არის თუ არა აზერბაიჯანული სოკარი ამ ყველაფერში გარეული, ეს კიდევ გასარკვევი და დასადგენია. მოკლედ, ამბავი არის მძიმე უკრაინისათვის, რასაკვირველია, 4 წელია გრძელდება, მაგრამ ომი
გრძელდება და ომი არ სრულდება და არც დასრულდება. ჩემი თამამი პროგნოზი ამგვარია, ოღონდ რუსეთის სტრატეგიული თვალსაზრისით უკვე დამარცხებული ახლა მთავარი არის რუსეთი დამარცხდეს ტაქტიკურ დონეზე. და ეს დღეც დადგება საკმაოდ ახლო მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცალკეული სახელმწიფოები ორი და უფრო ამ ორიდან ერთი უნგრეთი ჭედავს და ასე მაგალითად სანქციების მე-20 პაკეტს არ ამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე იცით თქვენ რომ უნგრეთმა დაბლოკა გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებები უკრაინისათვის, ეს პრობლემაც მოგვარებადია. ხსენებული ელჩი პაվել ხერჩინსკი მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირისა დღეს ამ კონფერენციაზე, რომელზეც მე მიმყოფები, ამბობს შემდეგ რამეს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და რომც არ მიმდინარეობდეს, აპრილში გარწმუნებთ ორბანი სრულდება, ანუ მთავარი პარტნიორი ქართული რუსული ოცნებისა სრულდება აპრილში. თუ არ გააყალბაო, ბევრი თქვენგანი მეტყვის, მაგრამ ვერ გააყალბებს მაინც ევროკავშირის სივრცეზე ვლაპარაკობთ და არა ბიზნესთანზე, როგორც ასეთზე. და შესაბამისად თუ გარშემო, რუსეთის გარშემო, რუსეთისთვის დამაზიანებელი პროცესები მიმდინარეობს, თუ მარყუჟი რუსეთის შლეგი ლიდერის პუტინის თავზე ვიწროვდება და ვიწროვდება ყულფი, ხო? შესაბამისად მოდა ადრე თუ იქნება თუ გვიან დადგება დრო, როდესაც ბიზნე ივანიშვილსაც მიაქცევენ ყურადღებას მისი აი ამ დამღუპველი პოლიტიკის გამო. დაუბრუნდები თუ არა სახში შემდეგი ვიდეო ბლოგი მექნება უკრაინაზეც და არა მხოლოდ. ნახვამდის.